ძალიან რთულია რომ გამოარჩიო რომელიმე ნივთი, თუნდაც ეს იყოს ქვა, რომელიც არის წამოღებული აფხაზეთიდან. იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ეს გრძნობა, ამ გრძნობას კარგად იცნობს მხოლოდ ის, ვინც არის აფხაზეთიდან, ვინც არის იქიდან წამოსული. ეხლა აქ მაქვს ბევრი ნივთი, რომელიც არის სოხუმიდან წამოღებული, ჩემთვის ყველა ერთნაირად ძვირფასია, აი არც ვიცი რომელი შევარჩიო, მაგრამ დავიწყებ ალბათ აი ამ ზარდახშით, რომელიც მაგონებს ჩემს სახლს. ეს მე წამოვიღე უფრო დედაჩემის სამახსოვროდ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ დედა ჯერ კიდევ ომამდე გარდაიცვალა და ეს მაგონებდა დედაჩემს, მაგონებდა და შემდგომ უკვე ომის შემდეგ მაგონებს ჩემს სახლს საერთოდ და იქაურ აურას და იქაურ ამბებს და ეს ზარდახში ალბათ იქნება, არ ვიცი, ბავშვობიდან მახსოვს, ყოველთვის იდო სარკის წინ და აქ რაღაცა ესეთი სამკაულები ყოველდღიურად ესეთ შიგ ელაგა. და რა ვიცი, უკვე ძალიან დაძველდა, მაგრამ ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ნუ აქ ეხლა მიდევს ესეთი ეს არის ჭურვი, რომელიც ჩამოვარდა ჩვენს ეზოში და ომის პერიოდში მამამ გამოგვიგზავნა ჩვენ, რომ უბრალოდ გვენახა და მას შემდეგ ამას ვინახავ. მამა იქიდან აგზავნიდა ძალიან ბევრ წერილებს, ძირითადად უგზავნიდა ჩემ ძმას, ჩემს უფროს ძმას, შალვამ გალოგლიშვილს და აი აქ მაქვს ის წერილები, ნაწილი წერილები, სადაც ის უგზავნის, ძირითადად აქ არის მოკითხვა, ასევე თავის ამბებს ყვება, როგორ არის იქ და ასევე ხშირად სთხოვს, როგორც ხვდებით, იმ პერიოდში არც ინფრასტრუქტურა იყო, არც საკვები იყო და სთხოვს ხოლმე რაღაცა გამოაგზავნოს სოხუმში ან შეიფაროს, ვთქვათ, იქ ვიღაცის მეუღლე და იქ ახლობელი და ესეთი ბევრ ადამიანზე სთხოვს, რომ მიხედოს და ყურადღება მიაქციოს. აი ესეთი წერილები აქ მაქვს მამაჩემის ეს ლექსები, რომელსაც ის წერდა, ის იყო გარდა იმისა, რომ ძალიან ცნობილი ექიმი და აფხაზეთის მთავარი ფსიქიატრი, აფხაზეთში ფსიქიატრიული სამსახურის ფუძემდებელი და გარდა ამისა იყო ძალიან ესეთი შემოქმედებითი, წერდა ლექსებს, იყო გატაცებული ფოტოგრაფიით მაშინ და არ არსებობდა ესეთი პოლიტიკური იქნებოდა თუ კულტურული რაიმე მოვლენა, რომელზედაც მას თავისი აზრი არ ქონოდა და არ გამოეთქვა ეს საჯაროდ. აფხაზეთში რომ დავბრუნდებით და ეს ნამდვილად მჯერა რომ ასე იქნება და ალბათ რომ დავბრუნდები ეს ნივთი ისევ დაბრუნდება აფხაზეთში და ეს წერილებიც დაბრუნდება იქ და იპოვის თავის ნამდვილ ადგილს.